მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო სტუმრებით ვართ წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაცემა ორი ნაწილისგან შედგება და დღეს ჩვენს პირველ ნაწილში გვეყოლება განსაკუთრებული სტუმრები. პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან გავრცელებულ შემაწუხებელ დაავადებაზე, რომელსაც ჰემოროიდალური დაავადება, ანუ ბუასილი ჰქვია. მეორე ნაწილში გვექნება საუბარი ასევე არანაკლებ საინტერესო თემაზე, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის, რომ ჩვენი იმუნიტეტი სათანადოდ შეხვდეს იმ გამოწვევებს, რასაც ზამთრის სეზონი მოსახლეობას უმზადებს. ჩვენი პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი ბექა კევლიშვილი, ექიმი პროქტოლოგი, ხოლო მეორე ნაწილის სტუმარი იქნება GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი გვანცა ზაქარიაძე. რა არის ბუასილი, ანუ ჰემოროიდალური დაავადება? ეს არის დაავადება ერთ-ერთი ძალიან გავრცელებული, ძალიან შემაწუხებელი კლინიკური ჩივილებით და იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელსაც ამ დაავადების შესახებ არ სმენია. ყველასთვის ძალიან ნაცნობი კლინიკური ჩივილები აქვს, რომელსაც მოსახლეობა ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ. როგორც წესი, ეს დაავადება ძალიან მნიშვნელოვანია თავის პირველივე ეტაპზე ამოვიცნოთ და სათანადოდ ვუმკურნალოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ქართულებები, რომელიც ახლავს არც თუ ისე მარტივ დაავადებას. რა იწვევს ბუასილს, საერთოდ როგორია მისი გამწვავება, როგორ უნდა ვუმკურნალოთ, რა წესები უნდა დავიცვათ, როდის უნდა მივმართოთ ექიმს. როგორც მოგახსენეთ, ამ თემაზე სასაუბროთ დღეს შევაწუხეთ ბატონი ბექა. მოგესალმებით ბატონო ბექა, მადლობა გიხდით ჩვენთან სტუმრობისთვის და ვინაიდან ჩვენი საეთერო არც თუ ისე ხანგრძლივია, პირდაპირ კითხვით დავიწყებ. რა არის ჰემოროიდალური დაავადება? პირველ რიგში თუ შეიძლება ეს რომ განუმარტოთ ჩვენს მოსახლეობას. ბატონო, შევეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა რა არის ჰემოროიდული დაავადება. პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ ეს ჰემოროიდული სტრუქტურები ყველა ჩვენგანს აქვს დაბადებიდან. ჩემ პაციენტებს ვცდილობ ხოლმე ავხსნა მარტივი ანალოგიებით, აი მაგალითად, როგორც არის გლანდე, ხო? ნუშურაჯირკვლები ყველას აქვს, მაგრამ ყველას არ ჭირდება ამ ნუშურაჯირკვლების გამოკვეთა, ან ასე შემდეგ. ზოგს მკურნალობა შეიძლება არ დაჭირდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასევეა ჰემოროიდული სტრუქტურები, ეს არის ეგრეთ წოდებული კავერნული სხეულების ერთობლიობა, რომლებიც არის განლაგებული ანალურ არხში ორ ლოკალიზაციაზე. ერთი არის გარეთა კვანძები, რომელიც უშუალოდ ანალური არხის გარშემო მდებარეობს და მეორე არის ეგრეთ წოდებული შიდა კვანძები, რომლებიც მდებარეობს ეგრეთ წოდებული დაკბილული ხაზის მიმდინარე. თვითონ სუბსტრაქტი ამ დაავადების არის, წარმოიდგინეთ ესეთი გაგანიერება, არტერიული ვენური შუნტი, რომელსაც უწოდებთ კავერნულ სხეულებს. არსი ამ დაავადების იმაშია, რომ ამ კავერნულ სხეულებში თვითონ კავერნულ სხეულის კედლები და ვენის კედლები არის ერთნაირი სტრუქტურის. მაგრამ კავერნულ სხეულებში არის არტერიული სისხლი, ამიტომაც არის ერთ-ერთი სიმპტომი ჰემოროიდული დაავადების სისხლდენა წითელი სისხლით და ალისფერი სისხლით და არა ვენური სისხლით. დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო ხდება ამ კავერნული სხეულების ზომაში მომატება, გაგანიერება, შესაბამისად მათი კედლების გათხელება და აი ეს ზომაში მომატებული კავერნული სხეულების ერთობლიობა წარმოადგენს დაავადებას, რომელსაც უწოდებთ ბუასილს. ერთსაც დავამატებ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მწვავე ბუასილი, რომელიც არის გარეთა კვანძების თრომბოზი და ქრონიკული ბუასილი, რომელიც როგორც წესი შიდა კვანძების გადიდებით გამოიხატება. ანუ სიმპტომები სხვადასხვა აქვს, გარეთა ბუასილის გამწვავების დროს, ანუ მწვავე ბუასილის დროს, რასაც ქვია გარეთა კვანძების თრომბოზი, ხდება კვანძის დაბერვა, ის მტკივნეულია, თუმცა რაღაც პერიოდის მერე გაივლის და შეიძლება გაიაროს უკვალოდ. საერთოდ უკვალოდ და აღარასოდეს არ შეეძლო. თრომბოზი, ანუ იგივე ანალოგიით რო ვთქვათ, ნუშურაჯირკვლების დავუშვათ პირველი ანგინა არის, ცოტა სხვა ადგილას.
იცით, შევთხოვათ მაღალ პროცენტში ადამიანები ექიმთან მისვლას ერიდებიან ხოლმე გარკვეული უხერხულობის და გამო და თვითნებურად ცდილობენ ამ პრობლემის მოგვარებას, არც უზიარებენ, ან შეიძლება ძალიან ისეთ ახლო მეგობრებთან რაღაც ჩივილი თქვან და თვითნებურად მათი რჩევით მოახდინონ ხოლმე რაღაც გარკვეული მედიკამენტების მიღება. ნუ რა თქმა უნდა, შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში ეს ამართლებს, მაგრამ უხშირესად ეს ამბავი კარგად არ მთავრდება. მე მინდა გკითხოთ, თუ არსებობს გარკვეული რისკ ჯგუფები პროფესიასთან მიმართებაში, როდესაც ადამიანები უფრო ხშირად შეიძლება ავადობდნენ ჰემოროიდალური დაავადებით. კი ბატონო, მოგახსენებთ თვითმკურნალობას რაც შეეხება, ალბათ გაგიგიათ ხო, გაფრჩებული საათი დღე-ღამეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. დაახლოებით ესეა, შეიძლება გაუმართლოს, შეიძლება არ გაუმართლოს. რაც შეეხება რისკებს, ზოგადად მინდა ვთქვა, უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მსმენელებისთვის, ბუასილის გამომწვევი მიზეზი ყოველთვის არის მუცელში და წნევის მატება. ეხლა რამ შეიძლება გამოიწვიოს მუცელში და წნევის მატება? ეს არის შებერილობა, ზედმეტი ჭინთვა, როგორც ფაღარათის დროს, ისე დაუშვათ ყაბზობის დროს. სიმძიმეების აწევა, დიდ სიმძიმეებს გულისხმობ, ორსულობა, რომელიც ასევე იწვევს ჭარბი წონა, იმიტომ რომ ჭარბი წონა არ არის მარტო ის ცხიმი, რომელიც გარედან ჩანს, არამედ ეს არის იმ ნაწლავების ჯორჯლები, რომელიც ჭარბი წონის დროს უფრო მეტ ცხიმს შეიცავს, მეტად აწვება ამ სისხლძარღვებს და ჯდომითი სამუშაო. თუმცა ჯდომითი სამუშაოს უგულებელყოფა, ამ მისი ცუდი ესე ვთქვათ, მომენტების თავიდან აცილება შეიძლება ძალიან მარტივად. თუნდაც ესე რომ საათში ერთხელ წამოდგეს ადამიანი და ერთი რამოდენიმე წუთის განმავლობაში თითის წვერებზე აიწვიოს და ქუსლებზე გადავიდეს. ან წვევის კუნთები გაავარჯიშოს მაქსიმალურად. ეს ვარჯიში სხვა დაავადებების დროსაც მოუხდება. ქვედაკიდულების ვენების უკმარისობის დროს ასევე ჩვენ ხშირად ყავს ხოლმე სტუმრები, აი მაგალითად ოფთალმოლოგები, რომლებიც ურჩევენ ხოლმე ეს მუდმივი სამუშაოს დროს 2-3 წუთით გამოერთე შენი სამუშაოდან აირჩიე შორი წერტილი და ანუ ეს დღის განმავლობაში რამოდენიმე ვარჯიში შესრულება არც თუ ისე მტკივნეული სხვადასხვა დაავადებებისთვის შეიძლება ერთნაირად იყოს სასარგებლო. თქვენი საუბრიდან გამომდინარე გასაგებია ეს კატეგორია ადამიანების, რომლებიც გაცილებით მეტრის ჯგუფში ზიან. რა თქმა უნდა, ალბათ იქნება მიმართებაში კვებით რეჟიმთანაც და ექნება გარკვეული მიმართება წელიწადის დროებთანაც, ხო? სეზონურობაც ახასიათებს. რა არის კონკრეტულად რომელი სეზონია უფრო შემაწუხებელი მსგავსი დაავადების დროს? აი უყურეთ ზამთარში მაგალითად როცა ხილი ნაკლებია, ბოსნეულიც გამოლეული, ანუ უჯრედისით მდიდარი საკვები ნაკლებია, ეს უფრო მერე იწვევს ხოლმე ყაბზობის მომენტებს და შესაბამისად ზედმეტ ჭინთვას და აქეთ გამომდინარე დაავადების გამოვლენებას. კი ბატონო, ასევე ხდება გაზაფხულისკენ მაგალითად. თუმცა ახლა ისე აირია ეს სეზონები კაცი ვერ გაიგებს, როდის არის კალენდრით არა, ამინდით ვამბობ, ანუ როდესაც უკვე შემოვა ახალი ხილი, პრობლემები ნაკლებია, მაგრამ როდესაც ჯერ კიდე არ არის შემოსული, ხო? ასე დროს მინდა გითხრათ, რომ ადამიანების ის კატეგორია, ვისაც მუდმივად მჯდომარე სამუშაო გრაფიკი აქვს, კვების რეჟიმითაც ზამთარში და ზაფხულში დაახლოებით ერთი და იგივეა. ხო, ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ ხო ხდებით მოწესრიგებული დეფეკაცია არის ერთ-ერთი წამყვანი მომენტი, რომ ეს დაავადება არ განვითარდეს. აი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ეგრეთ წოდებული ანალური სიმპტომატიკა ადამიანების 80% ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაღაცა ფორმით გამოუცდია, მიუხედავად ამისა, თუ მოწესრიგებული ექნება კუჭის მოქმედება, ამ ჯდომისას როგორც გითხარით, შეისვენებს ხოლმე და პრევენციაზე რო საუბრობ ზუსტად ხო? აი ასეთი მოქცევის შემთხვევაში მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება ამ დაავადების გავრცელება, ესე ვთქვათ, როდესაც უკვე აქტიური ჩარევა ან ძვირადღირებული მკურნალობა ჭირდება.
არსებობს ჩივილი, რომელიც შემაწუხებელია პაციენტისთვის და რის გულისთვისაც ის მიდის ექიმთან, მაგრამ არსებობს კლინიკური გამოვლინება, რომელიც მას ფიზიკურად არ აწუხებს. მაგალითად, ჰემოროიდალური დაავადების ხშირ შემთხვევაში არის ძლიერი ტკივილი, უჭირს ჯდომა, უჭირს გადაადგილება, დეფეკაციის დროს ეს პრობლემა უფრო მეტად კიდევ უფრო თვალშისაცემი ხდება. მაგრამ არსებობს ისეთი კლინიკური გამოვლინება, მაგალითად, როგორიც არის ზედაც თქვენ ბრძანეთ დეფეკაციის დროს ალისფერი სისხლის კვალი, რომელიც ტკივილს არ იწვევს, მაგრამ მგონია რომ ექიმისთვის ეს უფრო მეტად შემაწუხებელი კლინიკური გამოვლინება. კონკრეტულად რა ჩივილებია საფრთხის შემცველი, რომლის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. იცით როგორია, თუ არასოდეს არ მიუმართია ექიმისთვის, პირველ რიგში ერთხელ მაინც მიმართვა საჭიროა ნებისმიერი ჩივილის დროს. აი რა ჩივილიც არ უნდა გქონდეს. მოდით იქიდან დავიწყოთ, რომ ყველა ჩივილი გავს ანალური არხის სხვადასხვა პათოლოგიის დროს ერთმანეთს. იგივე სისხლის დენა შეიძლება იყოს დაუშვათ იგივე ნაპრალიდან, შეიძლება იყოს ჰემოროიდული დაავადებიდან, შეიძლება იყოს ანალური პოლიპიდან, უბრალოდ ორი ნაწლავის პოლიპიდან, როცა ლორწოვანიდან წამოსული პოლიპი არის, ან ღმერთმა არქნა სიმსივნური დაავადების დროს, მაგრამ ის რომ ყველა სისხლდენაზე იფიქრო რომ ვაიმე კიბოხო არა მაქვს, ესე არ არის. არსებობს ამისთვის ძალიან მარტივი ალგორითმი. ერთხელ მაინც ამ ჩივილების დროს უნდა მიმართო პროქტოლოგს, რომ იცოდე რა დაავადება გააქვს, რომელიც პერიოდულად შეიძლება ანალოგიური ჩივილებით გამოვლინდეს და 50 წლის ზევით დაუშვათ ჩაიტარო სკრინინგის მიზნით კოლონოსკოპია. კოლონოსკოპიას ჩატარების შემთხვევაში თუ ნახავ, რომ არავითარი პრობლემა პაციენტს არ აქვს და ჯამთელი მსხვილი ნაწლავი აქვს, 5 წელი თავისუფალია. აი განსხვავებით დავუშვათ იგივე ძუძუ სკრინინგის დროს ან სკრინინგი საკვირტკინეული თემაა მოსახლეობისთვის და იმდენად არაპოპულარული მიუხედავად ამ არაჩვეულებრივი საშუალებისა, რომ მე ხშირად მithქვამს, ჩვენ გვყოლია რამოდენიმეჯერ სტუმარი სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან დაბალ ციფრებს ასახელებენ, როდესაც ადამიანები მიდიან. განსაკუთრებით კოლორექტული სიმსივნეების დროს ჩვენთვის ონკოლოგებისთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძალიან ოჯახური დაავადებაა და ძალიან დიდი როლი ენიჭება სკრინინგზე დროს გამოვლენით. ჰემოროიდალური დაავადება ასე მოწმენდილცაზე ხშირად ხო არ ხდება. შემთხვევათა მაღალ პროცენტში სწორედ დეფეკაციის გაძნელებას უკავშირდება ხოლმე და ეს დეფეკაციის გაძნელება რატომ მოხდა, ეს კიდევ მეორე მტკივნეული თემაა, რომელიც შეიძლება ძალიან სერიოზული დაავადების წინსწრებით ამოცნობაში დაგვეხმაროს. აი მაგ კუთხით კიდე ერთს დავაზუსტებ, ანუ ადამიანს, რომელსაც როგორც თქვენ ძალიან ოჯახური დაავადება, ადამიანს, რომელსაც არ ყოლია სისხლით ნაცისავი დაავადებული კოლორექტული სიმსივნითი, მაგისთვის საკმარისია 50-ის მერე გაიკეთოს. მაგრამ თუ რომელიმე პაციენტი მეტყვის, რომ მის სისხლით ნათესავს ქონდა კოლორექტული სიმსივნე, მაშინ მიუხედავად რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, 19 წლის რო იყოს, მაინც ურჩევ, რომ პირველი გაიკეთოს მაშინვე. ამის მერე უკვე იგივენაირად გრძელდება 5 წელიწადში ერთხელ თუ ვერაფერი ვერ ნახეს. თუ რამეს ნახავენ, თვითონ ენდოსკოპისტები ურჩევენ, რამდენ ხანში უნდა გადაიმეოროს დაუშვათ იგივე კვლევა. როგორც წესი, ეს არის წელიწადნახევრიდან 2 წლამდე. შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, როდესაც კლინიკური ჩივილები უჩნდებათ, პაციენტები თვითნებურად შეისყიდიან ხოლმე გარკვეულ ადგილობრივი მოხმარების მალამოებს, საანთლებს, მაგრამ თვითონ არსი აი ამ დაავადების განვითარების დევს რაღაც გარკვეულ მაგალითად თრომბოში, ხო? სისხლის თრომბოში. მაშინ სხვა მალამო უნდა და ასე შემდეგ. და ის ადგილობრივი მოხმარების საცხები და მალამოები ვერ იქნება ეფექტური. ეს არის ძალიან კომპლექსური მკურნალობა, რომელიც კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულად უნდა მოარგოს ექიმმა.
გარკვეულ შემთხვევაში ვიყენებთ ვენოტონურ საშუალებებს, ხო? რა დროს ინიშნება ეს მედიკამენტები, რა არის ამ მედიკამენტების უპირატესობა მკურნალობის პროცესში მათი ჩართვის მომენტში და რატომ არ შეიძლება რომ ადამიანმა თვითნებურად შეარჩიოს ეს მედიკამენტები გამოსაყენებლად? კი ბატონო, მოგახსენებთ ვენოტონური საშუალებების გამოყენება ეს თანამედროვე გაიდლაინებით პრაქტიკულად ნებისმიერი ხარისხის ბუასილის დროს გამოიყენება ისევე როგორც დაუშვათ ნაპრალის მკურნალობის დროს გამოიყენება ვენოტონური საშუალებები. ეს ხდება იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, არსებობს შიგნით აკვანძები, ისე გარეთ აკვანძები. აი ნაპრალის დროს როგორც წესი ეს ნაპრალი არის ანუდერმის დეფექტი, ანუ ჩინთვის დროს გადასკდება ხოლმე კანი. მაგრამ ზუსტად იმიტომ გადასკდება კანი, რომ იმის ქვეშ უკვე მცირედ გიპერტროფული კვანძები არის განლაგებული და ამიტომ მკურნალობისას უფრო ეფექტურია თუ იყენებ ვენოტონურ საშუალებებთან ერთად. აქედან გამომდინარე, როგორც თქვი, ერთი პირველი მისვლა აუცილებელია და შემდგომ მსგავსი ჩივილების განმეორების შემთხვევაში პაციენტს თავისუფლად შეუძლია იგივე მკურნალობა ჩაიტაროს თავში, რაც მიიღო პირველი თუ განსხვავებული ჩივილებია, მაშინ კიდე ერთხელ უნდა მივიდეს ექიმთან, რომ დაზუსტდეს რატო და რა მოხდა და ეს ასე შემდეგ. ბატონო ბექა, ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის და მე მინდა ჩვენ სტოვართან გადავიდე კითხვით, როგორც ვიცი, თქვენ წარმოდგენილი ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში გარკვეული პრეპარატით, ეს არის ვენოტონური პრეპარატი ტურბომიკრონ G, რომელსაც რაღაც გარკვეული უპირატესობები აქვს, როგორც ვენოტონურ საშუალებას, ჰემოროიდალური დაავადებების მკურნალობაში. ხომ ვერ გვეტყოდით ამ პრეპარატის შესახებ რაიმე უფრო დამატებით ინფორმაციას? დიახ, მოგესალმებით. ქალბატონო ნინო, მივესალმებით ჩვენ მსმენელებს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ბატონმა ბექამ ამომწურავად საინტერესოდ ისაუბრა ამ პრობლემის აქტუალობასა თუ გადაჭრის გზებზე და ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის 80%-ს ერთხელ მაინც ესე ვთქვათ, აქონია ეს პრობლემა, ანუ საკმაოდ დიდი ნაწილია კი ნამდვილად. შესაბამისად დამეთანხმებით, რომ ამ პრობლემისთვის შერჩეული მედიკამენტი, დროულად შერჩეული და სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობა მნიშვნელოვნად ზრდის მათ შედეგიანობას და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებლის შესაძლებლობას. სწორედ ამ მიმართულებით საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma გვთავაზობს ვენოტონურ საშუალებას მიკრონიზებულ ფლავონოიდს სახელწოდებით ტურბომიკრონ G. ტურბომიკრონ G ეს გამოიყენება როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე და ოპერირებული ჰემოროიდის მკურნალობის დროს დამეთანხმება ბატონი ბექა. ტურბომიკრონ G-ის შემადგენლობაში შემავალი მიკრონიზებული ფლავონოიდები ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, როგორც ვენოტონური საშუალება, იგი აძლიერებს სისხლის კედელს, ესე ვთქვათ, ლიმფურ დრენაჟს, ხსნის შეშუპებას და ვენურ ტონუსს. შესაბამისად, ამ თავისი მექანიზმების და ანთების საწინააღმდეგო, დიახ, მადლობა, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც. შესაბამისად, ამ კომპლექსური მისი ჩვენებებიდან გამომდინარე, საკმაოდ ესე ვთქვათ, დამხმარე საშუალებაა კომპლექსურ თერაპიაში ბუასილით მქონე პაციენტებში. ტურბომიკრონ G ეს გახლავთ, ესე ვთქვათ, ესპანური ფარმაცევტული კომპანია Kern Pharma-ს მიერ წარმოებული პრეპარატი. და Kern Pharma ეს გახლავთ საერთაშორისო ფარმაცევტული საწარმო, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის EU GMP-ს და სხვა რეგულაციებს. კიდევ ერთი დეტალის ხაზგასმა მინდა, საკმაოდ ხშირად ვახსენე სიტყვა მიკრონიზებული და რას ნიშნავს ეს და რატომ არის უპირატესი ტურბომიკრონ G სხვა ვთქვათ არსებული ფლავონოიდებისგან, ასე ვთქვათ ფლავონოიდი, რაც სუბსტრატია, ასე ვთქვათ ტურბომიკრონ G-ს, ეს არის ჩვეულებრივი ციტრუსი, დიოსმინი არის ციტრუსი. ასე ვთქვათ, შედეგი გამოყოფილი აქტიური ნივთიერება. ციტრუსიდან გამოყოფილი აქტიური ნივთიერება. მიკრონიზაცია ეს არის აქტიური ნივთიერების დაბალ მოლეკულებად დაყოფა, შესაბამისად მათი შეღწევადობა 2-ჯერ, 4-ჯერ მეტია ვიდრე ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, არამიკრონიზებული ფორმით არსებული ნივთიერებისა. აქედან გამომდინარე ტურბომიკრონ G-ს აქვს ის ეფექტები, რაც ბატონმა ბექამაც
ასე ვთქვათ, აქ ბევრი ისაუბრა და გავუსვით ძალიან ხაზი. სასიამოვნოა. ქალბატონ გვანცა რა მინდა იცი კითხო თქვენ ახსენეთ რომ ეს პრეპარატი ციტრუსისგან გამოყოფილი. არის თუ არა რაიმე აკრძალვა იმ ადამიანების კატეგორიაში, ვისაც ციტრუსი აქვს ალერგია? არა, სწორედ იმიტომ რომ ეს არის მაღალ მიკრონიზებული ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტი, უსაფრთხოა, გამოყოფილი ფლავონოიდია, ასე ვთქვათ, გამოთავისუფლებული. ის არის წარმოდგენილი აქტიური ნივთიერება დიოსმინისა და ჰესპერიდინის, ასე ვთქვათ, კომბინაციით. შესაბამისად, აბსოლუტურად არანაირი, ასე ვთქვათ, კავშირი ციტრუსთან ალერგიის მქონე პაციენტებში არ აქვს ამ პრეპარატს. ალერგია როგორც წესი აი ეთერზეთებით არის ხოლმე გამოწვეული ვიდრე ჩვეულებრივად. კი, ამ კითხვას აუცილებლად დაგვისვამდნენ. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ეს პრეპარატის მიღება რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ალბათ ექიმი საზღვრავს რა ხნის განმავლობაში როგორ უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი მიღება ნებადართულია ამ პრეპარატების, მით უმეტეს რომ ეს პრეპარატი გამოიყენება არა მარტო ჰემოროიდული დაავადების, არამედ ქვედა კიდურების უკმარისობის დროსაც, ვენური უკმარისობის დროსაც და აქედან გამომდინარე, ვენური უკმარისობა იცით რომ ხანდახან სამთვიანი კურსიც არის და მეტიც და შესაბამისად ჰემოროიდული დაავადების დროსაც შესაძლებელია ხანგრძლივი დანიშვნა. უფრო ხშირად ნიშნავთ ხოლმე სადღაც თვენახევრის განმავლობაში, რომ იმიტომ რომ ამ პერიოდში მაინც სანამ მკურნალობს პაციენტი დიეტაზე უნდა იყოს, ქართველების დიეტაზე დასვა ხო იცით როგორი რთულია და სულ არ გაანებოს თავი და არ გადაყროს და მიატოვოს მკურნალობა, მირჩევნია თვენახევარი, კარგად იმკურნალოს ვიდრე ეს, მაგრამ ოპტიმალური დროში არჩია. მაგრამ აი იგივე მედიკამენტების გამოყენება ვენოტონური საშუალების მათ ტურბომიკრონის ნებადართულია ორსულობის დროს. მესამე ტრიმესტრში კიდე ნაჩვენებიც ყია თუ აქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ რომ ორსულებს ხშირად აქვს ეს პრობლემა. მცირე მიდრეკილება მაინც თუ აქვს, უფრო კარგია რომ აი ბოლო 3 თვე სვას ესეთი შემანარჩუნებელი დოზა ესე თქვა. გარკვეული სხვა კლინიკური ჩივილი, რომლის დროსაც ვერ ვიყენებ. ისეთი უკუჩვენება არ აქვს, როგორც აი მაგალითად გასტრიტი მკვეთრად გამოხატული და ასე შემდგენი და ასე შემდეგ. დანარჩენი შეუძლიათ ძალიან თავისუფლად ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო პირველი ნაწილის იწურება. მე მქონდა პატივი წარმომედგინა ქალბატონი გვანცა ზაქრაძე, ეს არის GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი და ბატონი ბექა კევლიშვილი, ექიმი პროქტოლოგი. ჩვენ სულ რამოდენიმე წუთით გემშვიდობებით და მეორე ნაწილში ასევე საინტერესო სტუმრით დავბრუნდებით. დიდი მადლობა.